62 კილოგრამი წონითი კატეგორია. რეგის ლურჯი კუთხე, ლაშა გიორგი ვარდიაშვილი. მებრძოლი რუსთავი. When the distance now back on my feet, just a man and his will to survive. So many times it happens too fast. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. რეგის წითელი კუთხე. მებრძოლი გორიდან გურამ კაჯილაშვილი. The challenge of our rival and the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. ამოვისმენდები მებრძოლებს. მაშა ასე მეგობრებო, მეორე ბრძოლა ფოთიდან ერთმანეთის წინააღმდეგ გამოცდილი მოკრივეები. რუსთავიდან ლაშა გიორგი ვარდიაშვილი და მის წინააღმდეგ გურამ კაჯილაშვილი ქალაქი გორი. რა შეიძლება ითქვას ამ ბრძოლაზე? 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გურამ კაჯილაშვილი არის ძალიან გამოცდილი მებრძოლი, წლების განმავლობაში ასპარეზობდა კრივში. მისი მწვრთნელი გახლავთ ვლადიმერ ჯანეზაშვილი, ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი მოკრივე. რაც შეეხება ლაშა გიორგი ვარდიაშვილს, რუსთავს წარმოადგენს მისი მწვრთნელი გახლავთ ზურაბ ჩიტრეკაშვილი, ერთ-ერთი გამორჩეული საბრძოლო ხელოვნების კლუბი არის რუსთავში ბატონი ზურაბ ჩიტრეკაშვილის ხელმძღვანელობით და სწორედ აი ამ კლუბს წარმოადგენს ლაშა გიორგი ვარდიაშვილი. ძალიან ტექნიკური მებრძოლია, ძალიან კარგი მოკრივეა, არაერთი ბრძოლა აქვს გამართული უკვე საზღვარგარეთაც. მათ შორის გამარჯვებები აქვს მოპოვებული. რაც შეეხება კაჯილაშვილს, ის წლების განმავლობაში ასპარეზობდა რინგზე, შემდეგ ჰქონდა გარკვეული პაუზა და აი ახლა გასულ წელს დაუბრუნდა პროფესიონალურ კრივის რინგს. გურამ კაჯილაშვილი საკმაოდ კარგი ბრძოლები გამართა საზღვარგარეთ და მიეცა შანსი მას, რომ იბრძოლოს საქართველოშიც. ფოთში ძალიან გამოცდილი მოკრივეა და ვნახოთ რა შემოგთავაზებს დღევანდელ ბრძოლაში. როგორც უკვე გითხარით, ვარდიაშვილი ძალიან ტექნიკური მებრძოლია, რაც შეეხება კაჯილაშვილს აქვს უძლიერესი დარტყმები, შეუძლია ახლო ბრძოლა, აქვს ხასიათი, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. შესაბამისად ამ ბრძოლაში ჩვენ ვეულით მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო დაპირისპირებას. კარგი შეტევა იყო ვარდიაშვილის. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს კაჯილაშვილი. ცდილობს, რომ ტექნიკური მოქმედებები შეუზღუდოს ვარდიაშვილს. იცის, რა თქმა უნდა, კარგად ყავს შესწავლილი ერთმანეთი მოკრივეებს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩაუშალოს შეტევები, შევიდეს კლინჩი და ახლო ბრძოლაში ეძიოს საკუთარი შანსი. ნახოთ, რომ აქტიური ვარდიაშვილი. საინტერესო რაუნდი იყო, როგორც უკვე
შევხედეთ, კაჯილაშვილი ეცლება რომ ახლო ბრძოლაში ეძიოს საკუთარი შანსი, რაც შეეხება ვარდიაშვილს მისი ტექნიკური უნარები ცნობილია და ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ბრძოლა. მეორე რაუნდი მალთაყვის სანაპიროზე ქალაქ ფოთში. საინტერესო ორთა ბრძოლას ვადევნებ თვალყურს. აქტიურობს ლაშა გიორგი ვარდიაშვილი. ხედავთ როგორ მოქმედებს, მაქსიმალურად ცდილობს რომ იაქტიუროს და ვადაზე ადრეც არ იტყოდა უარწოდეს ბრძოლა დაემთავრებინა. მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გურამ კაჯილაშვილი ადვილად არ დათანხმდება, თუმცა როგორც ხედავთ ტრავმასთან ტრავმა აქვს გურამ კაჯილაშვილს, როგორც ჩანს, დაველოდოთ. გიორგი კეკელია, ექიმი შეამოწმებს მის მხარს. როგორც ჩანს, როგორც ჩანს, დასრულდა ეს ორთა ბრძოლა. კაჯილაშვილი ვერ აგრძელებს ტრავმის გამო ასპარეზობას. სამწუხაროდ, თუმცა საინტერესო იქნებოდა აი ამ ბრძოლის გაგრძელება. როგორც ჩანს, მხრის ტრავმა მიიღო გურამ კაჯილაშვილმა და რა თქმა უნდა, გამარჯვებული ამ ბრძოლაში იქნება ლაშა გიორგი ვარდიაშვილი. ერთ-ერთი გამორჩეული მოკრივე რუსთავიდან და ვხედავთ სწორედ მას ეკრანზე მისი მწვრთნელი ისევ და ისევ გახლავთ როგორც უკვე აღვნიშნე ზურაბ ჩიტრეკაშვილი. ასე საბოლოო გადაწყვეტილება. ტრამვის გამო ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა ლაშა გიორგი ვარდიაშვილი. მას ასე აი ამ ბრძოლის გამარჯვებული ლაშა გიორგი ჩვენ ვიმყოფებით ფოთში შესანიშნავ საკრებულო